მოლდოვა საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. სწორედ ეს იყო მაია სანდუს გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპარლამენტში. რუსეთი ცდილობს მოლდოვა საარჩევნო ყუთის მეშვეობით დაიპყროს, განაცხადა პრეზიდენტმა. სანდუს თქმით, 28 სექტემბრის არჩევნებში კრემლი ჩარევას ამომრჩევლის მოსყიდვისა და მათზე ზეწოლის მეთოდებით შეეცდება. მოლდოვა პუტინის მუქარას ვერ გაუძლებს თუ ევროკავშირში არ გაწევრიანდება. ესეც მოლდოვის პრეზიდენტის სიტყვებია. სტრასბურგში გაკეთებული განცხადებების შესახებ მეტ დეტალს ჩემი კოლეგა ლუკა ხაშჭიძე მოგუყვება, რომელიც ჩაგვერთვება. მაია სანდუს ეს სიტყვა ფასდება როგორც ერთგვარი გაფრთხილება და განგაში სიგნალი ევროპისათვის, რადგან მან დეტალურად ისაუბრა თუ რა საფრთხეების წინაშე დგას მოლდოვა, ასევე აღწერა, როგორ გამოიყენებს ქვეყანას კრემლი თუ ხმების ყიდვით, დეзинფორმაციით და დაფინანსებული პროტესტით შეძლებს სასურველი შედეგის მიღწევას, ანუ ხელისუფლებაში პრორუსი პოლიტიკოსების მოყვანას. როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა მოსკოვის გეგმებს, მოლდოვას ამის გამოცდილება აქვს რეფერენდუმიდან და საპრეზიდენტო არჩევნებიდან, მაგრამ მაია სანდუს თქმით ახლა საუბარია უპრეცედენტო მასშტაბზე. მოლდოვის პრეზიდენტისათვის 28 სექტემბერს დაგეგმილი არჩევნები არის ბრძოლა, რომელშიც დემოკრატიის მარცხით მისი თქმით მძიმე შედეგებს მოიტანს არა მხოლოდ მოლდოვისთვის, არამედ უკრაინისთვის და სრულიად ევროკავშირისათვის. რადგან მაია სანდუ დარწმუნებულია, რომ ქვეყანას პრორუსული მთავრობით მოსკოვი აუცილებლად გამოიყენებს დემოკრატიული დასავლეთის წინააღმდეგ. მოლდოვის პრეზიდენტმა საკუთარ სიტყვაში რა თქმა უნდა ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობას, როგორც პროცესს, რომელმაც უნდა მოიტანოს მეტი დაცულობა და კეთილდღეობა ამ პროცესში მონაწილე ქვეყნებად. მაია სანდუმ მოლდოვასთან ერთად დაასახელა უკრაინა და ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, თუმცა არა საქართველო, ქვეყანა, რომელიც ერთ დროს ეგრეთ წოდებულ ტრიოს ქვეყნებს შორის ლიდერი იყო და სამაგალითო. Today, Moldova, Ukraine and the Western Balkans stand at the gates. დღეს მოლდოვა, უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები დგანან კარიბჭესთან. ისინი ცოცხალი მტკიცებულება არიან, რომ ევროპული პროექტი ყვავის, ისევ ფართოვდება და ისევ იცავს. როგორც მოლდოვა, ასევე უკრაინა მზად არიან გადაინაცვლონ მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე. ეს უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, რომელიც ასახავს ჩვენს პროგრესს. პატივცემულო წევრებო, გასულ თვეში აღვნიშნეთ დამოუკიდებლობის 34 წელი. ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ავაშენეთ და შევინარჩუნეთ ცოცხალი დემოკრატია, მყიფე, დიახ, მაგრამ გამძლე. გადავურჩით რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტულ კონფლიქტებს, ეკონომიკურ კოლაფს, ენერგეტიკულ შანტაჟს, სავაჭრო ბლოკადას და საბანკო თაღლითობას, რომელიც ფუნდამენტს უთხრიდა ჩვენს სახელმწიფოს. თითოეულ კრიზისს შეეძლო ჩვენი გატეხვა, მაგრამ დემოკრატიამ წინააღმდეგობა გაუწია. როცა დემოკრატია საფრთხეში იყო, ხალხი აპროტესტებდა. როდესაც ოლიგარქები ცდილობდნენ სახელმწიფოს მიტაცებას, ჩვენ შევეწინააღმდეგეთ. და როცა ძალაუფლება შეიცვალა, ის შეიცვალა მშვიდობიანად, საარჩევნო ყუთთან, განსხვავებით პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთი სხვა ქვეყნისგან, მოლდოვა ავტოკრატია არ გამხდარა. ჩვენ შევინარჩუნეთ პლურალიზმი, დავიცავით თავისუფალი არჩევნები და დავრჩით ერთგული იმისა, ვინც ვართ, ევროპელები. შემდეგ იყო 2022 წლის 24 თებერვალი, როცა დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. მაშინვე მივხვდით, რომ აღარ შეგვეძლო ლოდინი, გვჭირდებოდა უსაფრთხოება. მივხვდით, რომ რაც უფრო მალე ვიქნებოდით ევროკავშირში, ამ მშვიდობის პროექტში, რომლის წევრებს შორის ომი არასდროს ყოფილა, მით უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა ჩვენი დემოკრატია და ჩვენი ხალხი. აი რატომ შევიტანეთ გაწევრიანების განაცხადი რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთის ტანკები შემოვიდნენ ჩვენს მეზობლად. მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და გავხსენით მოლაპარაკებები. ჩვენ არ ვითხოვთ შეღავათებს და მოკლე გზებს. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს საშინაო დავალებას კეთილსინდისიერად. მაგრამ ჩვენთვის გაწევრიანება არა მხოლოდ ტექნოკრატიული პროცესი, არამედ დროის წინააღმდეგ რბოლაა, რათა გადავარჩინოთ ჩვენი დემოკრატია იმ კავშირში შესვლით, სადაც დაცულები ვიქნებით უდიდესი საფრთხისგან, რუსეთისგან. მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს არის დაგეგმილი. მოსკოვი ბუნებრივია მაქსიმალურად ცდილობს დეзинფორმაციით, ზეწოლით და ფულით ხელისუფლებაში მოიყვანოს პრორუსი პოლიტიკოსები, რაც რა თქმა უნდა განაჩენი იქნება მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისათვის. ევროკავშირისათვის ამ არჩევნების მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ სულ ახლახანს მოლდოვის დედაქალაქში ევროპის ლიდერები ჩავიდნენ, მათ კაფიოდ თქვეს, რომ მოლდოვის ადგილი არის ევროკავშირში.